ლურჯი კუთხე მოკრივე გორიდან ნიკა მთიულიშვილი. They ask why I never smile for the lambs. Because respect isn't rented, it's earned in the trenches. One person left, 99 zero shortcut top on an hour I've spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in მისი მოწინააღმდეგე წითელ კუთხეში მოკრივე ქარელიდან ოთარ ხეინაშვილი. Your luck. This path was mine direct. You hear that? That is your time running out. Feel that? Feel that? Ground shaking when I shout. One shot, one moment. მოგესალმებით მეგობრებო, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი თბილისის მერიისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს მორიგ გრანდიოზულ საკრივო შოუს პროფესიონალურ კრივში, სადაც ჩვენ ვიხილავთ არაერთ გამორჩეულ ორთაბრძოლას, სოფლიოსარეიტინგო ბრძოლებს სოფლიო ჩემპიონის ქამრებისთვის, საერთაშორისო სოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს. წინ გველის ძალიან საინტერესო, ძალიან დაძაბული ორთაბრძოლები და მე ვფიქრობ, ქართული კრივის ყველა კომაგი ისიამოვნებს დღევანდელი დღით. მინდა გითხრათ, რომ პირველი ორთაბრძოლა იმართება დებიუტანტ მოკრივეებს შორის 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ერთმანეთის წინააღმდეგ გორელი ნიკა მთიულიშვილი და ქარელელი ოთარ ყეინაშვილი არიან რინგზე. ნახოთ, ყოველთვის საინტერესოა დებიუტანტ მოკრივეთა დაპირისპირება, რას შემოგთავაზებენ ისინი ამჯერად. ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე დებიუტანტ მოკრივეთა დაპირისპირებები, რადგან ისინი განსაკუთრებული შემართებით გადიან რინგზე. არც ეს ორთაბრძოლა გამონაკლისი, როგორც ჩანს, ხედავთ, რომ ძალიან მონდომებით არიან გამოსულები ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალგაზრდა მოკრივეები. ნიკა მთიულიშვილი, გორელი მოკრივე, წარმოადგენს ვლადიმერ ჯანეზაშვილს, მისი მწვრთნელი გახლავთ ვლადიმერ ჯანეზაშვილი. საკმაოდ კარგი მწვრთნელი, არაერთი მისი მოკრივე ასპარეზობს ამ შოუზე, ზოგადად ქართულ პროფესიონალურ კრივში არაერთი მებრძოლი გამოდის ბატონ ვლადიმერის სახელით. რაც შეეხება ოთარ ყეინაშვილს, ის ქარელელი მოკრივე გახლავთ. ქარელში საკმაოდ კარგი საბრძოლო ხელოვნების კლუბი არსებობს და მოკლედ ველით ნამდვილად ოთოსგანაც ძალიან კარგ ბრძოლას. რაც შეეხება ქარელურ კრივს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი გამორჩეული მოკრივე, ლიდერი ალბათ არის გიორგი მჭედლიშვილი. ყველა კარგად იცნობს ქართულ კრივში ამ მოკრივეს. მართლაც არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება აქვს მოპოვებული გიორგის საზღვარგარეთ და უახლოეს მომავალში ველით კიდევ მისგან ძალიან კარგ ბრძოლებს და მორიგ გამარჯვებებს. ისევე როგორც მისი თანაგუნდელებისგან, მისი თანაქალაქელებისგან, როგორიც არის ამ შემთხვევაში ოთარ ყეინაშვილი. ერთგვარი შიდა ქართლური დერბი გვაქვს ყეინაშვილსა და მთიულიშვილის შორის და დარწმუნებული ვარ, თავს არ დაზოგავენ მოკრივეები საუკეთესო შედეგის მისაღწევად. მინდა გითხრათ, რომ დღის მთავარ ბრძოლაში ჩვენ ვიხილავთ გივი თოდუას, ახალგაზრდა დაუმარცხებელ ქართველ მოკრივეს, რომელმაც უკვე შეძლო სოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ახლა სწორედ გივი თოდუა დაიცავს საკუთარ
WBF მსოფლიო ჩემპიონის ქამარს საშუალო წონაში. გივი თოდუა მართლაც ძალიან გამორჩეული მოკრივეა, დაუმარცხებელი მოკრივეა. ძალიან მაგარი ბრძოლები აქვს გამართული და დარწმუნებული ვარ დღესაც ფილიპინელი პრეტენდენტის წინააღმდეგ არაჩვეულებრივ ბრძოლას აჩვენებს. გარდა ამისა ჩვენ მიხილავთ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში გამორჩეულ ქართველ მოკრივეებს, როგორებიც არიან გიორგი გიგნიაშვილი, მართლაც კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი ქართული პროფესიონალური კრივის დაუმარცხებელი მოკრივე, მისი მეტოქე იქნება აზერბაიჯანელი ხანბალა გურბანოვი და ამის გარდა ქართული ქალთა კრივის სახე თეონა ფიროსმანაშვილი გამართავს თავის მორიგ საერთაშორისო მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლას 6 რაუნდიან დაპირისპირებას უზბეკი ულიქშო დავლათოვას წინააღმდეგ. მე ვფიქრობ ძალზე საინტერესო დაპირისპირებები იქნება, მოგეხსენებათ ქართული კრივი, პროფესიონალური კრივი გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, ძალიან დიდი ინტენსიურობით, ფაქტიურად ყოველთვიურად ტარდება შოუები, ძალიან ბევრი ახალი სახე გამოჩნდა პროფესიონალურ კრივში, ძალიან ბევრი ვეტერანი მოკრივე დაბრუნდა. აქტიური მოკრივეები ძალიან დიდი შემართებით აგრძელებენ ასპარეზობას და ნელ-ნელა უკვე ჩვენ გვაქვს მსოფლიო დონის მოკრივეები გვყავს უკვე გამოჩნდნენ იგივე გივითოდუა, იგივე ჩვენს მიერ ნახსენები სხვა მოკრივეები და ვფიქრობ რომ გულშემატკივართან ერთად რომელიც საკმაოდ მრავლად არის, თუნდაც დღევანდელ დღეს, თუნდაც გასულ შოუებზე და შოუდან შოუმდე იმატებს მათი რაოდენობა დარბაზებში ქართული პროფესიონალური კრივი შეძლებს გადავიდეს განვითარების კიდევ უფრო შემდეგ ეტაპზე და მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაამყაროს თავისი ავტორიტეტი და სახელი. სწორედ ამას ემსახურება ეს მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებიც, კონკურენციის გაზრდაც თითოეულ ბრძოლაში, რათა გამოჩნდნენ ახალი ვარსკვლავები, ახალი ლიდერები, კონკურენციაში გაიზარდნონ, დაიხვეწონ, აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები და გავიდნენ მსოფლიო ასპარეზზე. ყეინაშვილს თავისი კუთხე მოუწოდებს რომ წინა ხელით იმოძრაოს, წინა ხელი ამუშაოს, თუმცა მე ვფიქრობ თიულიშვილმა უფრო გაიგო, მე მგონია შეძახილი. კარგი მოკრივეები არიან. აშკარაა რომ მონდომება არ აკლიათ არც ერთს. კარგი შეტევა იყო კლინჩი და დამთავრდა ეს რაუნდიც. ვფიქრობ თანაბარი საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიდის და მაქსიმალური მოუწევთ ორივე მოკრივეს რომ დადო რინგზე რათა გამარჯვებას მიაღწიონ. გასაგებია რომ რა თქმა უნდა არის ხელვა პირველი ბრძოლა ორივე მათგანისთვის ამ ხელა საზოგადოების წინაშე მაყურებელი ნელ-ნელა ემატება შემოდის და მე ვფიქრობ რომ ზოგადად მოკრივეები როცა გადიან მნიშვნელოვანია რომ შეეგუონ სიტუაციას, მნიშვნელოვანია შეეგუონ მაყურებელს, ხალხმრავლობა და ესეც მოქმედებს ხოლმე მათ ბრძოლაზე, თუმცა ესეც პროცესის ნაწილია, ისწავლონ როგორ უნდა დაძლიონ, გაუმკლავდნენ ემოციებს და შეძლონ და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად კარგად.
ძალიან კარგი შეტევა განახორციელა ახლა გორელმა მოკრივემ და კარგი დარტყმებებიც მიაყენა მეტოქეს. აი კიდევ ერთი გააქტიურდნენ გორელის გულშემატკივრები, რომლებიც მრავლად არიან შოუზე. იგრძნო მთიულიშვილმა რინგი, იგრძნო ბრძოლა და კარგი დარტყმების სერიაც მიაყენა მეტოქეს. ახლა უკვე ყეინაშვილის ჯერია საპირისპიროდ აუცილებლად უნდა უპასუხოთ საპირისპირო დარტყმებით, აკრიფოს ქულები, მიაყენოს ზიანი მეტოქეს, სხვანაირად უკვე უპირატესობას მოიპოვებს მთიულიშვილი. უნდა იაქტიურონ მოკრივეებმა, რადგან მესამე რაუნდია, უკვე ბრძოლა მიდის დასასრულისკენ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. თავარია, როდესაც ბრძოლა დასრულდება, არ კონდეს რომელიმე მათგანს შეგრძნება, რომ ბოლომდე ვერ დაიხარჯა, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. ამიტომ აქვთ შანსი, აქვთ რინგი, აქვს შესაძლებლობა და უნდა გვაჩვენონ ჩვენც საკუთარ თავებსაც, საკუთარ მწვრთნელებსაც, გულშემატკივარსაც საკუთარი შრომის შედეგი. კარგი მოქმედება, ძალიან კარგი მოქმედებები. თიულიშვილის შესრულებით აქვს კარგი ტაიმინგი, დროის შერჩევა, კარგი დარტყმებიც, უკვე სისხლსაც ვხედავთ ყეინაშვილის სახეზე. გაცვალეს დარტყმები მეტოქეებმა და დასრულდა ეს რაუნდიც. ვფიქრობ, საინტერესო რაუნდი ვიხილეთ, მოკრივეებს დაღლა არ ეტყობათ, ბრძოლა არის აბსოლუტურად გახურებული და ვფიქრობ მეოთხე და გადამწყვეტ რაუნდში კიდევ უფრო საინტერესო აპირისპირება გველის წინ. ხშირ შემთხვევაში ახალბედა მოკრივეებს მოსდით ხოლმე ესეთი რამე, რომ პირველ რაუნდში მიახარჯავენ მთელ თავის ენერგიას და მესამე რაუნდიდან უკვე იღლებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში მსგავს რამეს ვერ ვხედავთ, კარგად მოქმედებს ორივე მოკრივე. მაშასე ბოლო და გადამწყვეტი რაუნდი მართლაც ყველაფერს გადაწყვეტს ამ რაუნდში. გამოვლენილი დარტყმები, ხასიათი, ნახოთ ვის შერჩა უფრო მეტი ენერგია, განწყობა, ძალიან კარგი დარტყმა გააკეთა ახლა მთიულიშვილმა. ძალიან კარგი მარჯვენა დარტყმა აქვს. აქტიურობს პირველ ნომრად მუშაობს მთიულიშვილი. ძალიან კარგი, კიდევ ერთხი მარჯვენა, კიდევ და უკვე ძალიან ცუდ ვითარებაშია ყეინაშვილი. გადაარჩინა იმან რომ უკან შეტრიალდა, რისგანაც ფსაჯისგან მიიღო გაფრთხილება. აშკარად ძალიან კარგად გამოიყურება მთიულიშვილი, ყოჩახ ამბიჩ ნამდვილად არაჩვეულებრივი დარტყმებით მიაყენა მეტოქეს და ყეინაშვილმა კი
ძიმე დარტყმები გაატარა, მაგრამ გაუძლო და აგრძელებს ორთაბრძოლას. არ შეეშინებულა, არ გაჩერებულა, თვითონ ცდილობს იერიშზე გადასვლას. უნდა იაქტიუროს მაქსიმალურად. ახლა მისი ჯერია, რომ აჩვენოს ბოლომდე და შეიტანოს გარდატეხა ამ ბრძოლაში. დაცვაშია მთიულიშვილი, გააქტიურდა ყეინაშვილი, თუმცა რო ვთქვა, რომ რაიმე განსაკუთრებულ ზიანს აყენებს, მოგატყუებთ ახლა აქტიურ შეტევაზე, თუმცა დაცვაში იღებს ამ დარტყმებს. და რა ხდება? შეაჩერა მსაჯმა, ვეღარ გააგრძელა თიულიშვილმა ბრძოლა, აშკარად იგებდა, არ ვიცი რა მოხდა. რატომ არ გააგრძელა, რატომ გაჩერდა, რატომ დანებდა? შოკში ვარ. მე პირადად ძალიან კარგად დაიწყო რაუნდი. ძალიან მაგარი დარტყმები მიაყენა მეტოქეს და მიახარჯა, ასე ვთქვათ, მთელი ენერგია. აღარ შეძლო რაუნდის ბოლომდე გაეკაჩა, ასე ვთქვათ, თორემ ნამდვილად ამ რაუნდსაც, წინა რაუნდსაც ვფიქრობ იგებდა მთიულიშვილი. ძალიან დასანანია რაც ხდება. ახლა კი ვნახოთ გამარჯვებულის ტრიუმფის მომენტი. ბატონებო, ბრძოლაში ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა მოკრივემ წითელ კუთხეში ოთარ ყეინაშვილი. ოთარ ყეინაშვილს ულოცავთ, ეს არის სპორტული სული. მიუხედავად უმძიმესი დარტყმებისა, რომელიც მან გაატარა ამ რაუნდში, არ გათხდა.